მერის გადაწყვეტილებით 47 პარკს და გამწვანებულ ადგილს მოიხსნა რეკრეაციული სტატუსი, რეკრეაციული ზონის სტატუსი. აქედან გამომდინარე მათ დააკანონეს მათი განადგურება. რეალურად შეაძლებელია განმეორდეს იგივე ფაქტი, რაც მოხდა მსიურთან. ამის გამო ჩვენ მოძრაობა შემოგვერთიმდა კონსერვატიულმა პარტიამ, ერთდროულად დღეს უკვე დაუწყეთ ხელმოწერების აგროვება. ეს იყო მოძრაობა შემოგვერთის ინიციატივა. მიზანი არის ქალაქი თბილისი გადავარჩინოთ ეკოლოგიური კატასტროფისაგან. საამისოდ მრავალი საპროტესტო ქმედება ხორციელდება ჩვენს მიერ. გაგრძელდება ისინი მომავალში საპროტესტო აქციები, როგორც საკრებულოსთან, ასევე ქალაქის მერიასთან და სხვა ადგილებშიც, ვინაიდან არსებობს ესეთი პრობლემები, რომელთა მოგვარებს ძოლა ღირს დღესაც, თუმცა რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა და ყველა პრობლემათა სათავე არის მიხეილ სააკაშვილი და მისი მშვიდობიანი შესვლა რჩება მთავარ მიზნად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვაპირებთ იმძოლოთ სიცოცხლის უფლების დასაცავად და სასიცოცხლო გარემოს დასაცავად, რასაც ქვია თბილისის ეკოლოგიური გარემო და საქართველოს ეკოლოგიური გარემო მთლიანობაში.